Это военная операция, которой руководил командующий войсками Закавказского военного округа генерал-полковник Родионов, задумывалась, очевидно, не как операция по разгону мирного митинга, а как заранее запланированная карательная операция по уничтожению людей, ибо перед началом операции не было предупреждающих призывов или действий со стороны карателей. ეს არის ნაწყვეტი 1999 წლის 30 მაისს გამართულ ССР კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობიდან. მომხსენებელი დეპუტატი თამაზ გამყრელიძეა, რომელიც კოლეგებს 9 აპრილის სისხლიანი ღამის გამოძიების შედეგების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ამ დროს როდიონოვის მოწყობილი სადამსჯელო ოპერაციიდან თვენახევარზე მეტია გასული. მომხდარზე კი უკვე დასრულებული აქვს მუშაობა დეპუტატ ანატოლი სოფჩაკის საგამოძიებო კომისიას. სწორედ ამ კომისიამ დაასკვნა, რომ როდიონოვის სადამსჯელო რაზმმა თბილისის центрში ცრემლსადენი გაზის სასიკვდილო რაოდენობის კონცენტრაცია და ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა. Особо потрясает факт применения против демонстрантов отравляющих химических веществ. Все это несовместимо с моральными и правовыми нормами, принятыми в цивилизованном обществе, и должно рассматриваться как преступление по отношению к собственному народу и человечности вообще. Преступлением было применение отравляющих химических веществ, но не меньшим преступлением сокрытие этого факта в течение длительного времени. წესით უკვე მიხვდებოდით, რომ 35 წლის წინანდელი ჩანაწერი შემთხვევით არ გაგხსენებია. თამაზ გამყრელიძის ამ გამოსვლის შინაარსი და იმდროინდელი კომისიის მთავარი მიგნებები დღევანდელობას ბევრი გარემოებით გავს. მაგალითად, თუ არ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ მომხსენებელი რუსულად საუბრობს და ამ გამოსვლას გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ან გნებავთ გაზაფხულის დარბევების კადრებს გადავადებთ, მიხვდებით, რომ гасულ წელს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ზუსტად ისე გაგვისწორდა, როგორც 35 წლის წინ როდიონოვის ჯარი. Военные власти по понятной причине долго и упорно отказывались признать факт применения отравляющих химических веществ. Применение так называемой черемухи, слезоточивое вещество хлороацетофенон, было признано только 14 апреля, а использование печально известного по Вьетнаму сильнодействующего отравляющего вещества CS лишь к концу месяца, и то под настойчивым давлением общественности и народных депутатов из Москвы, Киева, Саратова. Зарубежными экспертами-токсикологами недавно установлено наличие среди примененных химических отравляющих веществ еще одного сильнодействующего удушающего яда – хлорпикрина, который применялся в Первую мировую войну. В результате расследования выяснилось, что химические отравляющие вещества были применены не только на площади перед Домом правительства, но и на прилегающих территориях. Солдаты забрасывали ядовитые капсулы в здания, где люди скрывались от преследования. აპრილის მოვლენების საგამოძიებო კომისიის დასკვნა კიდევ ერთი გარემოებითაა საინტერესო. ამ ძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებაში ივანიშვილის პრემიერის ირაკლი კობახიძის ბაბუაც მონაწილეობდა. პროფესორ მალხაზ ზაალიშვილი ქიმიურ ტოქსიკოლოგიურ ქვეკომისიას თავმჯდომარეობდა. სწორედ მათ დაადგინეს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საბჭოთა სადამსჯელო ჯარებმა ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ. დადგინდა, რომ სამხედრო ნაწილებმა გამოიყენეს მრავალი სახეობის ჩერემუხა, რომლის შემადგენლობაში ძირითადად შედის ცრემლსადენი მომწავლელი ნივთიერება, ხლორაცეტოფენოლი, აგრეთვე გამოყენებული იყო მეორე ძლიერი გამაღიზიანებელი ნივთიერება CS-ი. მას დიდი რაოდენობით იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატები ვიეტნამში. CS-ის მოქმედება ორგანიზმზე იმდენად სერიოზულ გართულებებს იწვევს, რომ შეერთებული შტატები იძულებული გახდა მოეხსნა შეერაგებიდან. აღშფოთებას იწვევს ის, რომ საბჭოთა სამხედრო ნაწილებმა CS-ი სწორედ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს. სოფჩაკის კომისიის გამოვლენილი მძიმე დანაშაულებების მიუხედავად 9 აპრილის სისხლიან ღამეზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. თუმცა კობახიძეებისთვის ბაბუის მონაწილეობა ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დასკვნის მომზადებაში ყოველთვის საამაყო იყო. მაგალითად, პრემიერის დედა თამარ ზაალიშვილი 2019 წელს სოციალურ ქსელში წერდა. ვამაყობ დღესაც მამაჩემის აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის პროფესიონალიზმით, რითაც დადგინდა ყველა გამოყენებული მომწამლელი ნივთიერება მისი გმირობის ტოლფასი გამბედაობით. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქალაქ თბილისში 1989 წლის 9
აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისიის ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ქვეკომისიის მიერ გაწეულ სამუშაოთა დასკვნა 1999 წლის 17 მაისი. ჯარების მიერ რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული იყო ყოვლად გაუმართლებელი ბარბაროსული აქცია ქიმიური მომწამლელი ნივთიერებების გამოყენებით, რომელთა გამოყენების არც მორალური, არც იურიდიული უფლება მათ არ ჰქონდათ. ქალბატონ თამარ შარშანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია თუნდაც ისევ სოციალურ ქსელში არ დაუფიქსირებია. მალხაზ ზაალიშვილის შეფასების წარმოდგენა კი მეტნაკლებად შესაძლებელია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ მიიღებდა ის იმ ფაქტს, რომ 35 წლის შემდეგ ისევ გაჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ თბილისში ისევ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ 9 აპრილს დემონსტრანტებს საბჭოთა ჯარი გაუსწორდა. 2024 წელს კი გაუმართლებელი ძალა და მომწამლელი გაზი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ამ ქვეყნის ხელისუფალმა გამოიყენა. რით მოგწამლეს ეს შეკითხვა დემონსტრაციების მონაწილეებში BBC-ს ხმაურიანი საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ თავიდან გაჩნდა. გავლენიანმა ბრიტანულმა მაუწყებელმა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გითხრა, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლელი ქიმიური ნაერთი გამოიყენა, რომლის გამოფრქვევაც წყლის ჭაობთან ერთად ხდებოდა. BBC-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობის აღწერის საბუთი მოიპოვა, რომელიც ამ პერიოდს ეხება და ძალიან კონფიდენციალურია, ჩვენ მისი ავთენტურობა დავამოწმოთ. ის ორი ქიმიკატი, რაზეც ლაშა საუბრობს, ამ სიაშია, მათი შერევის ინსტრუქციასთან ერთად. ამ დოკუმენტის ნამდვილობა არც ოლიგარქის რეჟიმს უარყვია. გავლენიან მედიაზე თავდასხმისთვის მათ მხოლოდ რეპორტაჟში გამოთქმული ვარაუდი გამოიყენეს, რომ შესაძლოა მიტინგის დასაშლელად პოლიციამ საერთაშორისო დაკრძალული კამიტე გამოიყენა, რომელიც 34-39 კოდის ქვეშ შემავალი ერთ-ერთი საშიში ქიმიური ფხვნილია. ამ ვარაუდამდე BBC-ს რესპონდენტი, ცნობილი ამერიკელი პროფესორი, მიღებული ინფორმაციის და გამორიცხვის მეთოდით მივიდა. თანამედროვე საზოგადოებაში კამიტის გამოყენება არ მინახავს. პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა. ასე ეფექტურად იყენებდნენ არეულობების დასაშლელად ან გამაღიზიანებელ ნივთიერებად. კამიტი ძალიან გამაღიზიანებელია, გრძელვადიანი ეფექტი, პოტენციურად შეუძლია ფილტვებზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს, გამოიწვიოს ხველება, შექმნეს პნევმონიის მაღალი რისკი. გაურკვეველია კუჭმაწლავის რა სიმპტომების გამოწვევა შეუძლია გებინების ჩათვლით. ჩემი აზრით საკითხავია, რატომ გადაწყვიტეს ამის გამოყენება. ნაწილობრივ გრძელვადიანი ეფექტების გამო. ის ადამიანებს დიდი ხნით იცილებს. ამის განეიტრალებას ვერ შეძლებდნენ, საავადმყოფოში უნდა წასულიყო, ლოკაცია უნდა დაეტოვებინათ. თუ ნამდვილად ამასთან გვაქვს საქმე და ეს ქიმიკატი დააბრუნეს. ეს უაღრესად სახიფათოა. კამიტეს გამოყენების უარსაყოფად ოლიგარქ ისუს მხოლოდ 6 დღე დასჭირდა. ამ ვადაში მდინარაძის სამსახურმა ყველაზე სწრაფი გამოძიება ჩაატარა, დაკითხა მოწმეები, ჩაატარა ექსპერტიზები და დაადგინა, რომ კამიტე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. თუმცა დაადასტურა UN-1710 კოდით საშიში გამხსნელი სითხის ქონა. ეს ყველაფერი მდინარაძის პირველმა მოადგილემ ყველანაირი დოკუმენტის გასაჯაროების გარეშე გითხრა. სუსმა მხოლოდ იმ ლურჯი კასრების ფოტოები გვაჩვენა, რომელშიც მათი მტკიცებით ის ფხვნილი იყო, რომელიც გასული წლის ბოლოს დემონსტრაციის დასაშლელად გამოიყენეს. ამ ფოტოებში ჩანს სტიკერი, რომელიც გვეუბნება, რომ ნივთიერება ტოქსიკური და საშიშია. დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის ქლორობენზილიდი მალონონიტრილი. აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ტრიქლორეთილენთან ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდის კოდი UN 34-39, ხოლო გამხსნელ სითხეს გადაზიდის კოდი UN 1710. გამოძიებით ასევე დაადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისთვის გამოყენებული იქნა ნივთიერება
ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პრომილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნულ ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აგრეგატული ნივთიერებების კატეგორიას. ბატონო ლაშა, რატომ მხოლოდ 4-5 დეკემბერი? თქვენ თუ არ გახსოვთ, გეტყვით, რომ 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველღამე დემონსტრანტების დასარბევად მძაფრ-სუნიან და საშინლად ტოქსიკურ წყალს იყენებდა. ეს ჯერ კიდევ 30 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა. იყო თუ არა, აი ამ სამ განმავლობაში წყლის შალში გარეული რაიმე საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა მისი გამოყენება, როდესაც ამის სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა. ამ როგორც გვიმტკიცებთ, ნებადართულმა ნაერთმა მომიტინგეების მდგომარეობაზე მძიმედი მოქმედა. სადღაც კორპუსების ეზოში ვართ, რაღაცა ჯგუფი კატეგორია შემოსული. ღირსულად არის. მეტირება, ისეთი გაბრაზებული ვარ. ვიღაც კაცს ვეღვაწებოდი, მიშველებეთ კიდე. რო შევყედე ის უბრალოდ სუდად იყო ჩემზე. რო გადმომყედა ისეთი თვალები მქონდა, ვიფიქრე რომ მე და ეს კაცი ხარ ერთად ჩავიღოცებით მე. ასეთი შემთხვევები ბევრია და სწორედ ამიტომაა ძნელად დასაჯერებელი, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭალში ნამდვილად ისუნებელი ფხვნილი და გამხსნელი გამოიყენეთ, რომელთა სახელებიც ძლივს თქვით. ან რა გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ქლორობენზილიდინ მანონოლიტრინი 17-10 კოდის გამხსნელში არ იყო გაზავებული. ამ სითხის საშიშთვისებებზე BBC-ს რეპორტაჟში ტოქსიკოლოგიასა და ქიმიური იარაღის საკითხებში სოფლიო დონის ექსპერტი საუბრობდა. მიკატების წყალში დასახსნელად გამოიყენება. ეს სითხე ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნათლავში. ის მოქმედებს ნერვულ სისტემასა და გულძარღვებზე. მას ღვიძლზე მოქმედება შეუძლია. ეს ნამდვილად არ არის ის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია დოზირებაზე და რაც უფრო დიდია დოზა, გართულებების მით უფრო დიდი შანსია. ქიმიკატი მაღალი წნევის დანადგარშია ჩასხმული, ხვისჭავლის მანქანასთან ახლოს თუ ვიმყოფები, საგანგაშო არა მხოლოდ აეროზოლის შესუნთქვა, კანზე მოხვედრა კი არ არის. არსებობს იმის შანსიც, რომ ამ ნივთიერების საკმაოდ დიდი რაოდენობა პირში მოვიდეს და გადავგლავა. როგორც ტოქსიკოლოგს ეს მე ძალიან მაშფოთებს. კარგით, რომც დავიჯეროთ, რომ გასული წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამდვილად ის ნივთიერებები გამოიყენა, რაც სუსმა გითხრა. რა გარანტია ჰქონდათ, რომ ამ ორი ნივთიერების შერევით, ანუ ფაქტობრივად ახალი ქიმიური იარაღის შექმნით, დემონსტრანტებს სერიოზულ ზიანს არ მიაყენებდნენ. ორივე ნივთიერების შესახებ ვკითხეთ ხელოვნურ ინტელექტს. პროპაგანდაც ხომ ასე იქცევა. ხელოვნურმა ინტელექტმა ქლორობენზილიდინ მალონონიტრილზე გითხრა, რომ ის არის ცრემლსადენი ნივთიერება, რომელსაც პოლიცია ხალხის დასაშლელად იყენებს. ის არ ითვლება სასიკვდილოდ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მისი ზემოქმედება საკმაოდ საზიანოა. მით უმეტეს თუ მაღალი კონცენტრაციითაა გამოყენებული. მას ახასიათებს თვალების ძლიერი წვა, ცრემლდენა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, კანის წვა და სიწითლე და თავბრუსხვევა. რაც შეეხება იმ გამხსნელს, რომელიც უნდათ რომ დაგვაჯერონ. ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული ინფორმაციით ის ფართოდ გამოიყენება და ჩვეულებრივ უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა მისი ზემოქმედება რაოდენობაზეა დამოკიდებული. ხელოვნურ ინტელექტს ასევე ვკითხეთ, რა ხდება ამ ორი ნივთიერების გარევის შემთხვევაში, მით უმეტეს თუ მას წყლის ჭალთან ერთად დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენებენ. ასეთი ნაზავი იქნება ჯანმრთელობისთვის საშიში. წყალი მას უდიდეს ფართობზე გაავრცელებს. შედეგად შეიძლება გაახანგრძლივოს გაზის ეფექტი კანზე. გააძლიეროს წვა, ჯანმრთელობის საფრთხეები ასეთ ნაზავში მაღალია. თვალზე მოხვედრისას იწვევს ძლიერ დაზიანებას. არის სუნთქვის გაძლიერების რისკი, შესაძლოა გამოიწვევს მწვავე ბრონქოსპაზმი. ასთმიანებში კი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. სამართლებრივ ასპექტს რაც შეეხება, არ არის სტანდარტულად დაშვებული არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ნაზავი ითვლება არალეგალურად მოდიფიცირებული
იდენტიფიცირებულ ქიმიურ აგენტად. ადამიანებზე გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ქიმიური წამების კატეგორიაში მოხვდეს. ოლიგარქის რეჟიმის სადამსჯელო ღონისძიებებს სამართლებრივი შეფასება აუცილებლად ექნება. არაერთი ორგანიზაცია და მოქალაქეთა ჯგუფი უკვე ითხოვს, რომ გასული წლის მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს. მანამდე ადამიანთა ჯანმრთელობაა მნიშვნელოვანი. გასული წლის დარბევების შემდეგ ძალიან ბევრი დემონსტრანტი სერიოზულ გართულებებზე მიუთითებს. ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, ეს ყველაფერი მიდის საბოლოო ჯამში ამ დარბევებამდე, ხო? იმიტომ რომ მანამდე ვიყავი ჯანმრთელი და ეხლა მიასთენიისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი მაქვს, სიღრმეების აღქმა, გაორებული ხედვა. ვის ლიმფოციტები მქონდა ძალიან მაღალი, შესიებული მქონდა თვეების განმავლობაში ლიმფური ჯირკვლები და ეს თავის ტკივილი, რომელიც გამიგრძელდა დღემდე. დღემდე ცხვირიდან სისხლდენა მაქვს თითქმის ყველა საღამოს. ვერ ვირეგულირებ დღემდე 160-100 რომ მაქვს ერთ წუთს შეიძლება მეორე წუთს გავიზომო და 90-50-ზე მქონდეს, ან ასე თამაშობდეს, წამალს საერთოდ არ მოყვება, რაც 19 წლის ადამიანისთვის საერთოდ ნორმალური არ არის. თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, გულისრევი შეგრძნება, მთლიანად ჩამწვარი მქონდა მთელი სასუნთქი სისტემა და მათ შორის კუჭის წვასაც ვუგრძნობდი. ცალ-თვალში განსაკუთრებით იმ პერიოდში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მხედველობა მქონდა დაბურული. მოწამლებიდან ზუსტად 2-3 კვირაში, მაქსიმუმ 1 თვეში დილით ვიღვიძებ და მარცხენა თვალიდან საერთოდ ვერ ვხედავ ვერაფერს. აბსოლუტურად დაბნელებულია. თვალი თლიანად იყო სავსე სისხლით და სისხლძარღვები იყო დაზიანებული. ჩემი მინიმალური გულის მანკი, რომელიც მაპროვოცირებელი ფაქტორების გარეშე არასდროს არ გაუარესდებოდა, ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რაც გულის გადაღლას და მუშაობის არასრულ მდგომარეობას იწვევს. სიმპტომურად გამოვლენილი იყო ისევ კოგნიტური დისფუნქცია, ასევე საჭმელისმომნელებელი სისტემის სიმპტომები, როგორც არის ღებინების, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი სისუსტე და ასევე დიარეის ეპიზოდები. დამიდგინდა საკმაოდ მძიმე ფორმა ჭიყვის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის, ტოქსიკური. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ არ ვიცით ეს რა არის, რაღაც ახალი არისო, იმიტომ რომ ასეთი სიმპტომი წინაზე თუ წყალით შეგვეძლო ჩამოყვებანა, ამ შემთხვევაში წყალი როგორც მედებოდა, აი საშინელება იყო. თან ალდებოდა თითქოს. ბევრი დემონსტრანტის მსგავსი და საშიში ანამნეზის გამო ექიმთა გარკვეულ ჯგუფს განგაში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ქონდა გამოცხადებული. მედიკოსები ითხოვდნენ იმ ნივთიერებების დასახელებას, რითიც მომიტინგეები მოწამლეს, რადგან ჰქონდათ კონკრეტული მტკიცებულებები, რომ აქციების დაშლისას რაღაც საეჭვო ხდებოდა. ძალიან ახლობელს, ოდესაც აი მარტივად ეხლა ექიმი ყოველთვის იწყებს, ბანალური სისხლის ანალიზი. ეს ახლა ჩვეულებრივი საკითხია, როდესაც გაუკეთეს სისხლის ანალიზი, ის არის აღარა მაქვს შენახული, იქ იყო ერთ-ერთი მონაცემი, ეს არის ეოზინოფილები. ხა ყველა ექიმმა იცის ეს რას ნიშნავს. და მათი ნორმა არის 0,2, ალერგიის დროს 7 და ამ ადამიანს ქონა 40 ეოზინოფილი. ეს არის ძალიან მწვავე ალერგიული თუ ტოქსიური ნივთიერებაზე რეაქცია, მე ამას ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ ის ანალიზი რომ აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისაგან, რაც უნდა ქონდეს ნორმალურ მდგომარეობაში ჯანმრთელ ადამიანს, ეს შემიძლია თქვა სრული პასუხისმგებლობით. და როდესაც ერთი ტიპის ჩივილებს პაციენტები ყვებიან, ეს ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ეჭვს. რომ აქ გამოყენებული იყო ის, რაც არ უნდა გამოვიყენოთ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს მე მგონი არავითარი პოლიტიკურ შეხედულებები აქ მნიშვნელობა არ აქვს. ეს დგას პოლიტიკაზე მაღლა. ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, მასზე რომ არის ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა და მათი დანიშნულება. მაგრამ რას აკეთებენ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ჩინოვნიკები? ხალხის მოწამვლაში საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავენ და ისრები ისევ ყოფილი ხელისუფლებისკენ გადააქვთ. BBC-ს საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ჯერ რეჟიმის შინაგან საქმეთა ყოფილი და მოქმედი მინისტრები აირევნენ მესიჯბოქსში. ბოლოს კი ისევ ივანიშვილის პრემიერმა დაადასტურა, რომ მომიტინგეების დარბევისას ნივთიერებების შერევა მოხდა. მაგრამ ამის გამო ვერავის პასუხისმგებლობას მით უმეტეს საკუთარს ვერ ხედავს. შეეხება ნივთიერების
გამყინვარებას ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. ამ დროისთვის შეგიძლიათ იმის გამორიცხვა, რომ კი ბატონო კამილი არა, როგორც გვარცხნებთ არ გამოგიყენებიათ, მაგრამ ასევე არ გამოგიყენებიათ სხვა აკრძალული ნივთიერებები, რომლებიც ამ კოდის ქვეშ იგულისხმებიან. მე ასე მგონია, იმიტომ რომ სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის როსე, ანუ მერაბიშვილმა. თქვენს მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ასეთ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ თუ არა. თქვენი მმართველობის პირობებში აღმოჩნდა, რომ თურმე გამოიყენეს იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ. როგორ ეკატრებათ? თეორიულადაც რომ დაუშვათ, აქ შუაში არ არის. ივანიშვილის პრემიერის მიზანი ახლა მხოლოდ ისაა, რომ საშიში ქიმიური ნივთიერებების შეძენისთვის პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს დააკისროს. შენ თუ ეს გახსენე და ქიმიური რაღაც აქცია, მერაბიშვილი და შუაში ის იდობს საწყობში და მე ვიღაცამ აიღო ამ საწყობიდან ერთმანეთში რომ შეურია იმ მომენტიდან იქცა ეს ქიმიური რაღაც და მე შენ რო ტრანსპორტერი შექმენი წყლის ჭალის სახით და ტრანსპორტერს დაამატა გადაადგილე და თავზე დაასხე ამ სტუდენტებს და მოქალაქეებს ხო უიარაღო ხალხ მომიტინგებს რომელიც რუსთაველზე იდგა ხო მერაბიშვილი რაღაც შუაში იქნებოდა ხო ნაი რატო ვინცია პასუხისმგებლობა ვინც ეს ქიმიური იარაღი დაამზადა ვინც ჩასხა ვიღო გადაწყვეტილება რომ ეს ჩაესხათ და მატარებელი ანუ ტრანსპორტერი დაემზადებიათ წყლისჭალის სახით ყველა არის საერთაშორისო დავნაშრომი ქიმიური იარაღის გამოყენებაში საკუთარი მოქალაქეების მიმართ აი ესე იქნება ეს პირდაპირ ეს არის საშინელი დანაშაული შეიძლება ესენი მოხდნენ ჰააგის სასამართლოში ყველა ივანიშვილის ჩათვლით რომ ივანიშვილს შეეძლო ეს ერთი წელი ყველა ვიცის რომ ის არის არაფორმალური მმართველი რომ თვითონ მაინც მოეთხოვა ამათთვის რომ დაასახელეთ მიეცით პასუხისმგებლობაში ეს მის გააკეთეთ კოტე კემულარია გამოცდილი იურისტია ის რამდენიმე წელი უშიშროების საბჭოსაც ხელმძღვანელობდა მან გითხრა რომ ყველა საშიში ქიმიური ნივთიერება ქვეყანაში ყოველთვის მთავრობის კონტროლით და შესაბამისი ნებართვით შემოდიოდა ის კარგად იცნობს საერთაშორისო კოდებს და სასაცილოდ ეჩვენება ხელისუფლების მტკიცება რომ UN 34-39-ში შესაძლოა უვნებელი ნივთიერება იყოს. წარმოუდგენელია, ეს არის სრულიად არაადეკვატური, არაკომპეტენტური განცხადება, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ნივთიერება შედის მართლაც. მაგრამ ყველა მახჩობელა, ყველა არის აბსოლუტურად ციანო ჯგუფით. იქ რაღაცა კონცენტრაციით შედის ციანი. ყველაში. კოტე კემულარიას ასევე არ ჯერა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრაციის დასაშლად ნამდვილად ის ნივთიერება გამოიყენა, რომელიც დაასახელა. ის არ გამორიცხავს, რომ მომწამლელი ნივთიერებები ხელისუფლებას შესაძლოა ბელორუსიდან შემოეტანა, რომელთანაც გომელაურმა წლების წინ პარტნიორობა გააფორმა. ამ ვარაუდს მას უღრმავებს ის ფაქტიც, რომ ბელორუსი ქიმიური ნივთიერებებით რუსეთსაც ამარაგებს. ამ საკითხზე კი საერთაშორისო გამოძიება მიმდინარეობს. ზვანერე შეიძლება ბელორუსის კგბ-სთან, რომელიც არის რუსეთის ფაქტიურად აგენტი, რომელსაც არის შხამები შეაქვს რუსეთში, ბელორუსის მეშვეობით შეაქვს, რომ შენი სტრატეგიული საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე იყოს. ვივარაუდოთ, ხო, გონივრული ვარაუდია გამოძიება, ჯერ უნდა ააგო ვერსიები, მერე გამორიცხვის მეთოდი, ხო, დიდი ხანი ხარ გამოძიებელი ახალგაზრდობაში და ვიცი ეს ყველაფერი როგორ ხდება, ხო? რა თქმა უნდა, პირველი ავაგებდი, მე რო ვიციებდი ამას, ავაგებდი ამაზე, რომ ვისთან დარეკავდა გომელაური, დაურეკავდა ვიღაც სევასტიანოს მინსკში, რომ მიშველე ძმა შყალებში. აგერ ხელისუფლებაში მამხობლი, რა გინდა ის ეთყო და რა გინდა და აი ის მინდა, რაღაცა თქვენ რო იყენებთ. რუსები რო იყენებენ უკრაინელების წინააღმდეგ, უკვე გამოყენებულია, უკვე იზიებენ რუსების მიერ გამოყენებულ აი რომელსაც ქვია ხლოროციკლი. აი ეს მინდა საცრაფოდ მომაწოდოთ რა. ეს ყველაფერი ჯერ ვარაუდია, რა თქმა უნდა, ობიექტური გამოძიების პირობებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ყველა იმ ჩინოვნიკის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, ვინც მოიფიქრა, გააზავა და გამოიყენა ქიმიური ნაერთი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. მაშინ, როცა ასეთი გამოძიება ჩატარდება, კვლევის საგანი მხოლოდ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის დარბევები არ იქნება. აუცილებლად მოხდება გაზაფხულის აქციებზე პოლიციის ქმედებების შეფასებაც. მით უმეტეს, არა მხოლოდ ვარაუდია, რომ გარკვეული ნივთიერებები წყლის ჭალში მაშინაც გაურიეს. აი მტკიცებულება. იმუშავე, გაზის განაყოლი, აპოზიციები არ დაახსენებთ ხაზე. დებიო. გადაატარე. ასამი თომახუდი ყურებებით იყავი. გაზი გაურიე თომაები, როგორ გავიგე თომაები? გავიგე თომაები. ახლა რა ჩემი
ხარება და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ, ახლა სისტემაში აღარ არიან, მაგრამ არც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა. ხარება სუსმა ახლას გამოკითხა, თუმცა ისევ სახლში გაუშვა. ალბათ დროებით, რადგან აუცილებლად დადგება დრო, როცა ხარებაც, მისი მეგობარი ყოფილი მინისტრი გომელაური და ოლიგარქის რუსული რეჟიმის ყველა მარიონეტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხს აგებენ. შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოშიც.